არსებობს მეორე ინტერპრეტაცია ეროვნული ინტერესის, უბრალოდ ინტერესი. როდესაც ეს ინტერესი არის არა ეროვნული, არამედ მმართველი ჯგუფის, შეზღუდული ჯგუფის ინტერესი და არადემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან ხშირია, როდესაც მმართველი რეჟიმის ინტერესები არ ემთხვევა ეროვნულ ინტერესებს და ეხლა გვაქვს პირდაპირ ესეთი შემთხვევა, როდესაც ქართული ხალხის ისტორიულ არჩევანს და მისი უსაფრთხოების და კეთილდღეობის ინტერესს პირდაპირ ეწინააღმდეგება დღევანდელი მმართველი რეჟიმის ინტერესი, რომელიც არის მოტივირებული თავისი რუსეთში უმეტესად დაგროვილი ქონების და შემდეგ ტყუილით და სხვადასხვა დაპირებებით მიღწეული აქაური ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესით არის განპირობებული. ის მოქმედებს აი ამ ქონებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის დგამს ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული ხალხის, როგორც თქვი, ფასეულობით და ასევე პრაქტიკულ ინტერესებს.